გამარჯობა, მოგესალმებით. ეს წიგნების თაროა, მე ალექსანდრე ლორთქიფანიძე ვარ და ჩვენ ვიწყებთ ჩვენი 22-ვე სეზონის ჯგუფური ეტაპის მორიგ თამაშს, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მერფის კანონი და სალტკროკელები. მოგესალმებით, მეგობრებო. როგორ ხართ? კარგი, მაგათ. სათამაშოთ მზად ხართ? როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად, ისე გონებრივად, ყველანაირად. წარმატებებს გისურვებთ ორივე გუნდს. იმედი მაქვს, რომ საინტერესო თამაში გამოვა და ასეთი მოლოდინიც მაქვს. გეტყვით, რომ თამაშის ბოლოს თითოეული თქვენგანი მიიღებს საჩუქრებს წიგნების თაროსგან, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი რისთვისაც იბრძვით არის საკმარისი გამარჯვებების მოპოვება იმისთვის, რომ ჯგუფური ეტაპიდან გახვიდეთ, შემდეგ საკმარისი გამარჯვებების მოპოვება იმისთვის, რომ ფინალში მოხვდეთ და რა თქმა უნდა, იბრძოლოთ საზაფხულო სკოლისთვის კემბრიჯში. გეტყვით იმასაც, რომ წიგნების თაროს 22-ვე სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. ხოლო ახლა კი გკითხავთ, ხართ თუ არა მზად რომ დავიწყოთ? მაშინ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. პირველი რაუნდი. პერსონაჟი. დაასახელეთ პერსონაჟი, რომელიც პირველად გასული საუკუნის 20-იან წლებში გამოსულ ნაწარმოებში გამოჩნდა. მას გარეგნულად სუსტი და უწყინარი ადამიანის შეხედულება აქვს. თუმცა მისი ვიზუალის მიღმა გამჭრიახობა იმალება. ავტორმა აღიარა, რომ იგი ბებია-ნაცვალსა და მის მეგობრებზე დააფუძნა, რომლებიც საოცრად დაკვირვებულები იყვნენ და წვრილმანებზე უყვარდათ ყურადღების გამახვილება. პერსონაჟი ბოლოს 1976 წელს ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ ნაწარმოებში გამოჩნდა. კინო და ტელეადაპტაციებში პერსონაჟის როლი სალტკროკელები, მის მარპლი. მის მარპლი არის თქვენი ვერსია, გიორგი. ვინ არის ორი სიტყვით რო გითხრა? აგათას პერსონაჟია. აგათა კრისტის პერსონაჟი. ერთ-ერთი ძირითადი მთავარი პერსონაჟი. ხო, ერთ-ერთი მთავარი გამოძიებების ავტორი გარდა პუაროს, ხო? კი. ეს სწორი პასუხია, ეს არის მის მარპლი და სალტკროკელების გიან თამაში. ანგარიში 3-0 ხდება ანგარიში. აგათა კრისტის ძალიან საყვარელი მოხუცი ქალი, რომელიც განსაკუთრებული დაკვირვებულობით და საზრიანობით გამოირჩევა და იძიებს არაერთ ჩახლართულ საქმეს. 3-0 გავაგრძელოთ. მეორე რაუნდი, ციტატა. ახალი საცხოვრებელი ადგილის ძებნისა თუ კიდევ სხვა საბაბითაც ჩვენი სახელმწიფოს არაერთი კუთხე კუნჭული მოიარა. უპირატესად იმ დაგვარი, სადაც განსაკუთრებით ეზარალად ათასნაირი უბედურებისგან. მოუსავლიანობა იქნებოდა ეს, სიკვდილიანობა თუ სხვა. მოკლედ, არც ერთი ისეთი მხარე არ დაუტოვებია მოუნახულებელი, სადაც უფრო იოლად და იაფად შეიძენდა მისთვის საჭირო საქონელს. ჯიქურ და ალალბედზე ამა თუ იმ მემამულესთან მისვლას ერიდებოდა. ხალხს თავისი შეხედულებისამებრ არჩევდა. უფრო იმნაირებს, ვისთანაც მსგავსი გარიგება საშაროდ არ დაურჩებოდა. ცდილობდა ჯერ ახლოს გაეცნო მავანი და მერე მისი სალტკროკელები ისევ გოგოლის მკვდარი სულები. მკვდარი სულები. ვახ, რა რისკიანი ნაბიჯი იყო. კი. რა ხდება მაშინ რომ მითხრათ თქვენი სულებს ყიდულობს ადამიანების მთავარი პერსონაჟი. მთავარი პერსონაჟი ხო არ გახსოვთ გვარი? გვარი ზუსტად ახლა არ მახსოვს. გოგოლის მკვდარი სულები მე დარწმუნებული ვარ არ დაგავიწყდებათ, იმიტომ რომ კიდევ 3 ქულა მოაქვს თქვენთვის, ეს სწორი პასუხია. 6-0 ხდება ანგარიში და სალტკროკელები წინ გადიან კიდევ უფრო მეტად 6 ქულით. ხო არ გქონდათ ვერსია შემთხვევით, მეგობრებო? არა. წინ არაერთი რაუნდი გვაქვს, როგორც ხშირად ვამბობ ხოლმე და ყურადღებით იყავით. შემდეგი რაუნდი არის მესამე რაუნდი, დოკუმენტური. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწერა.
მის შექმნას წინ უძღოდა ავტორის აქტიური ლიტერატურულ-პუბლიცისტური და პოლიტიკური მოღვაწეობა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად იგი გაგრძელებებით გამოიცა. ამის შემდგომ კი ცალკე წიგნად დაიბეჭდა. მოგვიანებით ნაშრომი რუსულადაც დაისტამბა. ავტორი ნაშრომში ეხმიანება ერის არსებულ მდგომარეობას, თავისუფლებისკენ სწრაფვას, უმოქმედობას. სათაური კი აღებულია ლუკას სახარებიდან, კერძოდ ქრისტეს იერუსალიმში შესვლის ეპიზოდიდან. ბოლოს გეტყვით, რომ ქართულ ენაზე შექმნილი ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საალტკროკელების მაგი დააინთო ისე. რა გითხრათ, რით გაგახაროთ? რა გითხრათ, რით გაგახაროთ? ჩემო მეგობრებო, ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი სამწუხაროდ. ვაგრძელებ შეკითხვას მერფის კანონისთვის. უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პუბლიცისტური ნაწარმოები ქართველთა წარმოშობის იდეას აყალიბებს სომეხ და რუს მეცნიერთა უსაფუძვლო თავდასხმების არიდების ფონზე. ვერსია არ არის 30 წამი აქვს მერფის კანონს. სამი, 2, 1 ამოიწურა 30 წამი მერფის კანონმა არ ვიცი სტრატეგიულად გადაწყვიტა თუ სხვა მხრივ, მაგრამ არ გარისკა და დამატებითი მინიშნება მოისმინეთ. გამოსაცნობი ნაწარმოები ერის მამად წოდებულ ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს ეკუთვნის. თავდაპირველ სათაურში ყველასათვის ცნობილ სათაურთან ერთად სომეხთა მეცნიერნიც იხსენიებოდა. სახარებისეულ პასაჟში, საიდანაც სათაურია აღებული, ქრისტე ფარისევლებს აფრთხილებს, რომ თუ ქრისტესთვის ჟრიამულით შემხვედრი ხალხი დადუმდება, სწორედ ის პროცესი დაიწყება, რაც უნდა დაასახელოთ. 3, 2, 1 არ მოგივიდათ თავში აზრად არაფერი, როგორც ჩანს, საალტკროკელებმა ძალიან ახლოს ჩაუარეს სწორ პასუხს. ხო არ მიხვდით რა არის სწორი პასუხი? ხვათა ღაღადი. თუ ხალხი დადუმდება, ქვები დაიწყებენ ღაღადსო, ასე განუცხადა ქრისტემ. ეს არის ხვათა ღაღადი, რა თქმა უნდა, ილია ჭავჭავაძის ძალიან ცნობილი წერილი, ისეთივე როგორც არის, რა გითხრათ, რით გაგახაროთ. თუმცა ამ შემთხვევაში სხვაზე იყო საუბარი. კეთილი, ანგარიში არ შეცვლილა, შეგვიძლია გავაგრძელოთ მეოთხე რაუნდი. სხვადასხვა. დაასახელეთ ის, რაც დიდი ხანია არსებობს და ზომით დაახლოებით 3 მმ-ია. იგი ძირითადად მასპინძლად თბილ სისხლიან არსებას ირჩევს და მისი სისხლით იკვებება. გააჩნია გრძელი ფეხები, რის გამოც ვერტიკალურად 18, ხოლო ჰორიზონტალურად 33 სანტიმეტრზე შეუძლია ხტომა. გამოსაცნობი არსების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 2-3 თვეს აღემატებოდა. წერს ხშირად ხვდებით კულტურაშიც, მაგალითად, აბა მერფის კანონი. წყილს. წყილი და არა რომელიმე სხვა სისხლის მსმენი. არ არის წყილი. მაინდა-მაინც რწყილი. ლიტერატურულად რა გახსენდებით? წყილი და ჭიანჭველი. ან თუნდაც წყილების სასახლე. შეიძლება. იმიტომ რომ ეს სწორი პასუხია. ჩვენ ელიფ შაფაკს უახლოვდებოდით და იმიტომ მინდოდა რომ წყილების სასახლე მეხსენებინა. ეს არის რწყილი, ანგარიში ხდება 6-3, შედეგად 4 რაუნდი გავიარეთ და ახლა არის სწორედ ის დრო, როდესაც უნდა ვნახოთ ვიდეო რგოლი ჩვენს გადაცემაში და გავიგოთ დამატებითი ინფორმაცია რომელიმე პასუხის შესახებ. ნახოთ.
მკვდარი ყმების ყიდვა გაყიდვის შესახებ ნიკოლაი გოგოლს იდეას მისი მეგობარი და მენტორი ალექსანდრ პუშკინი აწვდის. ნაწარმოების სათაური მხოლოდ გარდაცვლილ ყმებს არ აღნიშნავს. მისი მთავარი სათქმელი მემამულეების, ბიუროკრატებისა და ჩიჩიკოვის მსგავსი ადამიანების გამოაშკარავებაა, რომლებიც მორალსა და ადამიანურ სახეს კარგავენ. ნაწარმოების გამოსვლის შემდეგ ნაწილი გოგოლს ქვეყნის მოღალატედ აცხადებს, ხოლო სხვანი ავტორს რუსული ცხოვრების რეალისტური, მტკივნეული რეალობის შეულამაზებლად ასახვას უწონებენ. მკვდარი სულები რუსულ ლიტერატურაში რეალიზმის ერთ-ერთ პირველ ნამუშევრადაა მიჩნეული. გოგოლი წლების განმავლობაში მუშაობს მეორე ტომზე, თუმცა მძიმე სულიერი და ფსიქოლოგიური კრიზისის გამო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ავტორი ხელნაწერს ბუხარში წვავს. ვაგრძელებთ თამაშს და მეხუთე რაუნდი უნდა ვითამაშოთ. ყურადღება მოიკრიბეთ. მეხუთე რაუნდი. ვიდეო შეკითხვა. დაასახელეთ ტოპონიმი, რომელიც დასავლურ ევროპაში მდებარეობს და ყველაზე დიდია ქვეყანაში. ახალი წერტაღრუსით მე-6 საუკუნეში ხლოდვიგ პირველმა ის სამეფოს დედაქალაქად გამოაცხადა. განმანათლებლობის პერიოდში აქ მოღვაწე პიროვნებების გამო. ხშირად მას სინათლის ქალაქსაც უწოდებენ. 1895 წლის 22 დეკემბერს ცნობილმა ძმებმა მაყურებელს თავიანთი პირველი ნამუშევარი გამოსაცნობი ქალაქის კაფეში წარუდგინეს. ტურისტთა აჭერს მერფის კანონი. ვფიქრობ ეს არის პარიზი. პარიზი. ლოგიკას რო აგიხსნაგიო? ხლოდვიგი კაფე გამოფენა. და რა უჩვენეს ძმებმა? ძმები ლუმიერების პირველი ფილმი? და შეიძლება. და ეს მოხდა პარიზში. დიახ. მეცაც გეტყვი ეს მოხდა კაპუცინების ბულვარზე და ეს არის პარიზი, რა თქმა უნდა, ეს სწორი პასუხია, პარიზი. არა მხოლოდ სინათლის, სიყვარულის ქალაქი, რომელიც დღესასწაულია, რომელიც არ გშორდება და ასე შემდეგ ბევრი რამ თქმულა პარიზზე ლიტერატურაში თუ მის მიღმა. შედეგად 6-6 გაათანა ბრანგარიში მერფის კანონმა, იძაბება მდგომარეობა და მე-6 რაუნდი. ასოციაცია. სამშობლო, წარსული, ენა, ისტორია, დანაწევრება, ერთობა, ქუჩა, სახლი, მონასტრები, ზღვა, მოკაშკაშებული ცა, ვერცხლისფერთმიანი მოხუცები, შავი ზღვა, სესხებლები, ყორნები. ვერსია არ არის, 30 წამი გაქვთ. მერფის კანონი. ეს შეიძლება იყოს ჰელადოს. ჰელადოს. დიახ. ნოდარ დუმბაძის. რაღაც მინიშნებები გეცნოთ, როგორ ჩანს. სახლი, სამშობლო. რაც უკავშირდება ჰელადოს. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო, ეს არ არის ჰელადოს და კიდევ რამდენიმე წამი აქვს ალკროკელებს რომ იფიქრონ. სამი, 2, 1. დრო ამოიწურა. მაშინ დამატებითი მინიშნება ასოციაციის რაუნდში. ქართველი ავტორი ნისია, კუთხეები, რელიკვია, ღალატი. 3, 2, 1. რაღაც მაინც გაგერისკათ ისე, რატო არ დააჭირეთ? რაღაც გეთქვათ, ხო არაფერს კარგავდით. ესე დროს ჯობია ხოლმე, რომ რაღაცა თუნდაც გაისროლო ვერსია და შეიძლება მოარტყო. გასაზრდით კაცი. ჩვენს ასოციაციის შემადგენელ ნაწილებში ბევრი ისეთი რამ იყო ჩამოთვლილი, რაც ავტორის აზრით ამ შესანიშნავ ტექსტში იყიდება, იმიტომ რომ იყიდება საქართველო. იყიდება საქართველო ნიკოლ ორთქიფანიძის ცნობილი ტექსტია, რომელიც უნდა გამოგვეცნო, მაგრამ ვერ გამოვიცანით. ამ შემთხვევაში ანგარიში 6-6 დარჩა, ინტრიგა შენარჩუნებულია თამაშში
მეშვიდე რაუნდი. ავტორი. გამოიცანით ავტორი, რომელიც გასული საუკუნის 10-იან წლებში აპულკოში დაიბადა. მას რთული ბავშვობის გადატანა მოუწია. 6 წლის ასაკში მამა, ხოლო 10 წლის ასაკში დედა დაკარგა. რის გამოც ბებიამ გაზარდა. მიუხედავად უმაღლესი განათლების მიღების სურვილისა, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო უნივერსიტეტში ვერ ჩაირიცხა. ამიტომ თვითგანათლებას მიჰყო ხელი. ატარებდა რა დიდ დროს გვადალახარას ბიბლიოთეკაში. მერფის კანონი. ეს შეიძლება იყოს ხუან რულფო. ხუან რულფო. ვინ არის ხუან რულფო? მექსიკელი მწერალი, ეპოქაც მინიშნება იყო შეიძლება. გვადალახარა. გვადალახარა მექსიკაშია, აგრეთვე მამის გარდაცვალება და მამის ძებნა ცენტრალური თემა არის მის შემოქმედებაში და რომელ ნაწარმოებში მაგალითად? პედრო პარა. ამომწურავი პასუხია მერფის კანონისგან, ეს არის ხუან რულფო, მექსიკელი მწერალი, რომელსაც ხშირად მიაწერენ საერთოდ მაგიური რეალიზმის ჟანრის ფუძემდებლობას და ძალიან ბევრი ავტორი, მათ შორის მარკესი, ლიოსა და სხვები აღნიშნავდნენ მის გავლენებს და მოკლედ აი მისი ბიოგრაფიის ნახევრის წაკითხვა მოვასწარით. 3 ქულა მოიპოვა მერფის კანონმა და 6-0 ჩამორჩენის შემდეგ 9-6 გახადა ანგარიში. ყოჩაღ მეგობრებო, სალტკროკელები ხო არ მოვეშვით ცოტა. აბა მხნეთ მეგობრებო, გავაგრძელოთ ჩვენი თამაში მერვე რაუნდით. ეკრანიზაცია. აჭერს მერფის კანონი. ბედის ვარსკვლავის ბრალია. ბედის ვარსკვლავის ბრალია. შესაძლოა. შესაძლოა. ეგეთი ტონი გქონდა, მარიამ, რომ ეს კადრი მეცნო უფრო. კადრი. დიახ. გოგონას შეყვანის კადრით უფრო ვიცანი. შეიძლება ეს. საავადმყოფოში ემერჯენსიში. დიახ, დიახ. შეყავთ? რა ქვია? თუ გახსოვს? აღარ მახსოვს. ნერვიულობ. ეს არის ბედის ვარსკვლავის ბრალია, ეს სწორი პასუხია, ნამდვილად. ნამდვილად სწორი პასუხია, ჯონ გრინის ბესტსელერი და მისი ეკრანიზაცია. სწორად გახსოვდა, ესე იგი ეს კადრი ტყუილად იყო ყმანე და ყოჩაღრომ 3 ქულა მოუტანე გუნდს, იმიტომ რომ ანგარიში გაიზარდა კიდევ უფრო მეტად 6 ქულიანი უპირატესობა, დასაწყისში სალტკროკელებს ჰქონდათ, ახლა კი მერფის კანონს აქვს და ნახოთ კიდევ ჩვენი დაიწონა რასიზმს. ნაწარმოების რაუნდს წარმოგიდგენთ გამომცემლობა ინტელექტი. მე-9 რაუნდი ნაწარმოები. დაასახელეთ ნაწარმოები, რომელიც მიმდინარე საუკუნის დასაწყისში გამოიცა. ავტორმა ინსპირაციად რეალური ამბები და საკუთარი გამოცდილება. კერძოდ, პალიატიურ კლინიკებში გატარებული დრო გამოიყენა. წიგნმა კრიტიკოსებისა და მკითხველების დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. უბრალო ენით გადმოცემული სიბრძნის გამო. 2009 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი, რომელსაც თავად ავტორი რეჟისორობდა. ნაწარმოები თარგმნილია არაერთ ენაზე და სასკოლო პროგრამებშიცაა შესული. ბოლოს კი გეტყვით, რომ რომანის მოქმედება კლინიკაში ვითარდება, სადაც მთავარი პერსონაჟი 10 წლის აბა ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი. ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი არის თქვენი ვერსია. სხვათა შორის ამ ვერსიის გაჩენის შანსი წინა რაუნდშიც იყო რამდენიმე კადრის დანახვის შემდეგ. მაგრამ დაგვეხმარა წინა იქ არ იქნებოდა სწორი. ახლა კი სწორია ნამდვილად ეს არის ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი ერიკ ემანუელ შმიდტის ბესტსელერი
პატარა ბიჭუნაზე, 10 წლის ბიჭუნაზე, რომელიც დაავადებულია სასიკვდილოდ და წერილებს წერს ღმერთს. ანგარიში ხდება 12-9. ლიტერატურული რაუნდები ამგვარად ამოიწურა და მოდით ვნახოთ კიდევ ერთი ვიდეო რგოლი. ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი ერიკ ემანუელ შმიდტის უხილავი ციკლის მესამე ნაწილია. ის ქრისტიანულ სარწმუნოებასა და სიკვდილ სიცოცხლის ქრისტიანულ გაგებას იკვლევს. ავტორს სურს ბავშვთა განუკურნებელი სენით დაავადებასა და სიკვდილზე არსებული ტაბუ დაარღვიოს. შმიდტი მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ ფიზიკური დასასრული სულიერ განადგურებას არ ნიშნავს და რომ ტკივილშიც შეიძლება იპოვო გაღიმების მიზეზი. ნაწარმოებს ხშირად იყენებენ მედიკოსები მშობლებთან და ბავშვებთან ტრაგიკულ თემებზე სასაუბროდ. იგი გვიჩვენებს, რომ მომაკვდავ ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვს, სიბრალუსა და ტყუილზე მეტად გულწრფელობა, იუმორი და ღირსების შენარჩუნება სჭირდება. ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი საფრანგეთისა და ბელგიის არაერთ სკოლაში მოზარდებში ემპათიის გრძნობის გასავითარებლად ისწავლება. ბრუნდებით თამაშში, ძვირფასო მეგობრებო და ახლა დრო დგება, რომ ქართულ ეტაპზე გადავიდეთ. პირველი ქართული რაუნდი ისტორია. გამოიცანით საზოგადო მოღვაწე, რომელიც მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაიბადა. გიმნაზიაში სწავლის პარალელურად თანამშრომლობდა ჟურნალ ცისკართან, ფსევდონიმით ქუთაისის მეჭორე. პეტერბურგში სწავლისას საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობისთვის დააკავეს და 2 თვე კრონშტადტის საპყრობილეში გაატარა. 1889 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი სააქციო მერფის კანონი. აკაკი წერეთელი გქონია. აკაკი. მე გავარჩიოთ ეგ საკითხი, მაგრამ არ არის სწორი პასუხი. არ არის აკაკის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვა სალტკროკელებისთვის. სააქციო საზოგადოება ნახშირი. ხოლო 1894 წელს გახდა ფოთის ქალაქის თავი. არ მაცდით დასრულებას. ნიკო ნიკოლაძე? ნიკო ნიკოლაძე. არა და უნდა წამეკითხე, რა თქმა უნდა, ნიკო ნიკოლაძის შემდეგ. ხურო. ეს სწორი პასუხია, ეს არის ნიკო ნიკოლაძე. ფოთის დაპროექტება და მთლიანად განვითარება მის სახელს უკავშირდება. კიდევ ძალიან ბევრი საქმე, ტექნოლოგიების შემოტანა, დანერგვა, პუბლიცისტიკა და ასე შემდეგ ნიკო ნიკოლაძესთან არის დაკავშირებული. აი ის კი აკაკის რო უკავშირდება, არის ჭიათურა და მანგანუმი, რომელიც ასევე მან ჩაუყარა საფუძველი. და ამიტომ მივხვდი, რომ ცოტა აგერიათ ეგ მონაკვეთი. ასე თუ ისე ანგარიში ხდება 12-11 ერთგულამდე ამცირებენ სალტკროკელების სხვაობას. მეორე ქართული რაუნდი გეოგრაფია. დაასახელეთ ჰიდრონიმი, რომელიც სათავეს ზღვის დონიდან 2750 მეტრზე დიდი ბორბალოს მთაზე იღებს და 2 ქვეყანაში მიედინება. მის აუზში დაახლოებით 350,000 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 80% სოფლად. მათთვის სალტკროკელები. ალაზანი? ალაზანი. ძალიან ისეთი მშრალი მონაცემები იყო სტატისტიკური, ჩემი აზრით ცოტა რთული იყო ამითი გარისკვა, თათია. რას ფიქრობ? მაინც ალაზანი. მაინც კი. 350,000 ადამიანი მის აუზის გარშემო უნდა ცხოვრობს. კი. 13-12 ისევ წინ გადიან სალტკროკელები, ისევ აღმოფხრეს ჩამორჩენა და ქართულ ეტაპზე ზედიზედ მეორედ მოიპოვეს ქულები. ეს არის ალაზანი, რა თქმა უნდა, მდინარე ალაზანი საკუთარი ველითურთ. მესამე ქართული რაუნდი კულტურა. გამოიცანით ნაწარმოები, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. იგი კინოსტუდიების მოსფილმისა და ქართული ფილმის საერთო პროდუქტია. ეფუძნება კლოდ ტილიეს რომანს ჩემი ბიძია ბენჟამენი. მიუხედავად ამისა, ფილმი მისი თავისუფალი ინტერპრეტაციაა, რომლის სცენარზეც გაგიკვირდებათ და რეზო გაბრიაძე მიმუშავა.
აქვე გეტყვით, რომ გიორგი დანელიას ამ ფილმში მოქმედება საუკუნეების მიჯნის საქართველოში მიმდინარეობს. პეტერბურგის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ბენჟამინ ღლონტი, რომლის როლსაც ვახტანგ კიკაბიძე ასრულებს, მშობლიურ კუთხეში დიდი იმედებით ბრუნდება. მისი ცხოვრება ვერ აეწყობა, თუმცა ფილმის სათაურიც კი მთავარი პერსონაჟის ნუგეშს ემსახურება. 3, 2, 1. დავიდა დრო. მეტი არ იქნება. დავიდა დრო, იმიტომ რომ ცოტა გაცადეთ და მე სამის უკუთვლა გავაკეთე და შეიძლება ეხლა იქნას. მეტი არ. ავერსია გქონდეთ. არ დაიდარდო. არ დაიდარდო. ეს არის არ დაიდარდო, მეგობრებო, ეს არის არ დაიდარდო. ძალიან არაერთი დასამახსოვრებელი როლით და კინემატოგრაფიით და ასე შემდეგ. ძალიან ცნობილი ქართული ფილმი. მაგრამ არ დაიდარდოთ, არ დაიდარდოთ. და გავაგრძელოთ თამაში უკვე ზოგადი რაუნდებით, ამიტომ ხელოვნების რაუნდზე მოთამაშეები დატოვეთ მაგიდებთ. გიორგი, მარიამ, პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. გამოიცანით ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დელბიში დაიბადა. კარიერის სტარტზე ის დამოუკიდებელ კინოფილმებში მონაწილეობდა. განსაკუთრებული ყურადღება კი მას შემდეგ მიიქცია, რაც საპნის ოპერა მეზობლებში ითამაშა და ლოგის 2 ნომინაციაც მიიღო. მოგვიანებით მსახიობმა ამერიკაში გადაინაცვლა და რამდენიმე შედარებით მცირე პროექტის შემდეგ დიდ ეკრანზეც გამოჩნდა. რიჩარდ კერტისის ფილმში დროის შესახებ. ამავე წელს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლი შეასრულა მარტინ სკორსეზეს უოლ სტრიტის მგელში. მას გამოიცანით ტონია ჰარდინგის, ჰარლი ქვინისა და ბარბის მარგო რობი. ეს არის მარგო რობი, ეს სწორი პასუხი. მარგო რობი, რომელმაც ესე ნაბიჯ აწყო თავისი კარიერა და არაერთი დასამახსოვრებელი როლი შეასრულა მსოფლიო კინოში. 14-13 ისევ გადმოიხარა სასწორი მერფის კანონისკენ. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს დაუთმოთ ადგილები. მარიამ, თათია, მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება. გამოიცანით ის, რაც ერთ-ერთია 8-დან. მისი ეკვატორული რადიუსი თითქმის 2440 კილომეტრს შეადგენს. ზომის სიმცირეზე ისიც მეტყველებს, რომ მიუხედავად სტატუსისა, განიმედე და ტიტანი მასზე დიდები არიან. იგი დედამიწის მსგავსად კლდოვანი სხეულია. მის ზედაპირზე ბევრი კრატერია, რის გამოც ხშირად მთვარესაც ამსგავსებენ. ვენერას მსგავსად იგი ცაზე შესაძლოა გამოჩნდეს, როგორც დილის, ასევე საღამოს ვარსკვლავად. თუმცა მისი მდებარეობა დანახვას უფრო ართულებს. მას დაასახელეთ მზის სისტემის პირველი და ყველაზე პატარა ეს პლანეტა. ვენერა. მეგობრებო, რატო დაიბენით? ვენერას მსგავსად ხო კითხვაში ვეიყო. მერკური, მეგობრებო, მერკურიზე იყო საუბარი, ყველაზე პატარაა და ზოგი თანამგზავრი მასზე დიდიც კია, მაგალითად ტიტანი და განიმედე. სპორტის რაუნდზე მოთამაშეებს უხმეთ. მარიამ, გიორგი, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. დაასახელეთ ის, რისი შექმნაც 1959 წელს ლი უილიამსს უკავშირდება. თავდაპირველად მიუხედავად სახელისა, მას ფიზიკური ლოკაცია არ ჰქონდა. სანამ 1968 წლის 17 თებერვალს მისი პირველი სივრცე არ გაიხსნა. დღეს ის სპრინგფილდში მდებარეობს. მის პირველ წევრებს შორის იყვნენ ჯორჯ მიკანი და ჯულიუს ირვინგი. ხოლო 2024 წლის სექტემბერში ამ სიას პაუ გასოლი
ტონი პარკერი, დირკ ნოვიცკი, დუეინ ვეიდი და ბეკი ჰამონი შეუერთდნენ. ბოლოს გეტყვით, რომ კალათბურთის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების ეს ერთგვარი NBA-ის დიდების დარბაზი. ეს სწორი პასუხია, ეს არის NBA-ის დიდების დარბაზი, ნამდვილად იშვიათად გამორჩეულ კალათბურთელებს ეძლევათ ისეთი შესაძლებლობა, რომ ამ სიაში მოხვდნენ და დიდების დარბაზის წევრები გახდნენ. 2 ქულა მერფის კანონს და შედეგად ანგარიშია 16-13, ბლიცი ბევრ ამას გადაწყვეტს, დაძაბულობა დიდია. სანამ ვიდეო რგოლს გაჩვენებდეთ, მანამდე შეგახსენებთ, რომ წიგნების თაროს 28 სეზონის პარტნიორია გამომცემლობა ინტელექტი. ახლა კი ვნახოთ ვიდეო რგოლი და მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია ჩვენს თემებზე. მერკური მზის სისტემის პირველი და ყველაზე პატარა პლანეტაა. მას პრაქტიკულად არ აქვს ატმოსფერო, რის გამოც მზესთან სიახლოვის მიუხედავად სითბოს ვერ ინარჩუნებს. ვიზუალურად წააგავს მთვარეს. მისი ნაცრისფერი ზედაპირი კრატერებითაა დაფარული. მერკურის არ აქვს ატმოსფერული ნალექი და აქტიური ტექტონიკური პროცესები, რის გამოც კრატერები პირვანდელ სახეს ინარჩუნებენ. იგი მზის გარშემო ყველაზე სწრაფად მოძრაობს, თუმცა ერთი დღეღამე 176 დედამიწურ დღეს უდრის. შესაბამისად, მერკურიზე წელიწადი დღეღამეზე მოკლეა. პლანეტას აქამდე მხოლოდ 2 მისიამ მიაღწია. ამჟამად მერკურისაგან ევროპულ-იაპონური ერთობლივი მისია ბეპი კოლომბო მიემართება, რომელიც პლანეტის ორბიტაში 2026 წლის ნოემბერში უნდა შევიდეს. ასე და ამგვარად გავიგეთ კიდევ უფრო მეტი პლანეტა მერკურის შესახებ. ახლა კი ბლიცის თამაშის დრო დგება ჩვენს შოუში. მარიამი და გიორგი ითამაშებენ ბლიცსაც და პირველი გიორგისთან უნდა ვითამაშო, იმიტომ რომ მერფის კანონი 3 ქულით არის წინ. მზად ხარ გიორგი? დიახ. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია პაბლო ნერუდა. პერუელი. ჩილელი რა ქვია კარამაზოვების მამას? ფიოდორი. სწორი აკაკის და ვისწოლია ნაზიბროლა? ჯოღოლეს. ბათუს რა გვარია გალვეაშის ავტორი ჟოზე ლუიში? სარამაკო. პეიშოტუ რა არსებაა საფლავის ქვაზე კიკოძის წიგნის სათაურში? ვიკი. სწორია, ვისი პერსონაჟია ლენის მოლი? შემდეგი. სტეინბეკის რის სახლია ალიენდეს წიგნის სათაურში? სულების. სწორია, რა გვარია ქარის სახლის ავტორი პატრიკი? როდფუსი. სწორია, რომელ საუკუნეში დაიწერა დრაკულა? მე-19. სწორია, რა გვარია ჩხერკეთელაობის ავტორი ირვინი? უელში. სწორია, ხულიო კორტასარის სამხრეთის? ცა. გზადკეცილი დაასრულეთ, ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რა გვინდა? დარდი. ტაში რა ქვია ბურატინოს ავტორს ტოლსტოის? ლევი. ალექსეი როულინგთან რა არსებად გადაიქცევა პიტერ პეტიგრიუ? ირთხა. სწორია, სადორი მწერალია ნადიმ გორდიმერი? შემდეგი. სამხრეთ აფრიკელი რა ნომერ ხაფანქს ხვდებით ჰელერის წიგნის სათაურში? 22. სწორია, ხალხურ ლექსში რა სჭამს ჟანგი? თოფს. სწორია, რომელ ნაწარმოებში ხვდებით პოლ შელდონს? შემდეგი. მიზერი ვის წიგნია პირსინგი? შემდეგი. რიუ მურაკამის. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 9 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები გიორგის. მე კი ვინაცვლებ მარიამისკენ. მარიამ მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი მარიამთან. დავიწყოთ. სადავრი ავტორია ფედერიკო გარსია ლორკა. ჩილე. ესპანელი რა ქვია უფროს ძმა კარამაზოვს? დიმიტრი. სწორია, ვაჟახთან ვისწოლია აღაზა? ჯოყოლა. სწორია, რა გვარია ვიტას ავტორი მელანია? არ ვიცი. მაცუკო როგორია სპილო კიკოძის წიგნის სათაურში? სამხრეთული. სწორია, ვის პერსონაჟია ჩარლი გორდონი? კიზი. სწორია, რომელი ჟამის ომია ლიოსას წიგნის სათაურში? ბოლოჟამის. სწორია, რა გვარია მხედვარის ავტორი ანჯეი? საპკოვსკი. სწორია, რომელ საუკუნეში დაიწერა ფრანკენშტაინი? მე-19. სწორია, რა გვარია ოთახის ავტორი ემა? არ ვიცი. დონაჰიუ ბიოი კასარესის მორელის? არ ვიცი. გამოგონება დაასრულეთ ვინ დასვალოს ზღვაში ქვიშა და ანცაზე? ვარსკვლავები. სწორია, რა ქვია პინოქიოს ავტორ კოლოდის? არ ვიცი. კარლო როულინგთან რა არსებად გადაიქცევა რემუს ლუპინი? მაქცია. სწორია, სადორი მწერალია ჯონ მაქსველ კუძე? სამხრეთ აფრიკელი. სწორია, რა ნომერ სასაკლაოს ხვდებით მეხუთე. მონეგუტის წიგნის სათაურში? 5. სწორია, ხალხურ ლექსში რა სჭამს თოფი? თხას. მგელს, რომელ ნაწარმოებში ხვდებით ჯონ კოფის? არ ვიცი. წვანეგზა, ვის წიგნია ნაწყდი ადევს? არ ვიცი. ჰარუკი მურაკამის, რის წიგნს ხვდებით ოსტერის რომანის სათაურში? არ ვიცი. ილუზიების, რომელ საუკუნეში დაიწერა სულხან საბას მოგზაურობა ევროპაში? მე-17. მე-18. დრო ამოიწურა და მარიამმა დააგროვა 11 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები მარიამს და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს, რომ გამოვაცხადოთ საბოლოო ანგარიში. ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა, დაძაბული გარდამავალი უპირატესობით და ორივე გუნდმა გამოავლინა, რომ ნამდვილად იმსახურებდნენ მოგებას, თუმცა საბოლოოდ ერთმა ქულამ გადაწყვიტა ყველაფერი და ანგარიშით 25-24 თამაში გამარჯვებულია მერფის კანონი. აპლოდისმენტები.
მე კი მინდა რომ აპლოდისმენტები არ დავიშუროთ ასევე სალტკროკელების მიმართ, რომლებმაც შესანიშნავი თამაში შემოგთავაზეს. მეგობრებო, ქვეჯგუფში კიდევ 2 თამაში გაქვთ წინ და დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი თქვენს წარმატებულ სვლასაც იხილავს, იმიტომ რომ დღეს გამოავლინეთ ეს შესაძლებლობა. მე ერთხელ კი წარმატებებს უსურვებ მომდევნო თამაშებში. აპლოდისმენტები ორივე გუნდს. მე იზღა დამრჩენია დაგემშვიდობოთ. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს წიგნების თაროს შემდეგ თამაში, ამიტომ უყურეთ ჩვენ შოუს და უგულშემატკივრეთ ასეთ შესანიშნავ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლიჭკუას, მასწავლინე ვერ მასწავლიჭკუას, მასწავლიჭკუას, მასწავლინე